მე ვარ ნიკოლოზ რაჭველი. ზოგისთვის ჯერ კიდევ ნიკა მემანიშვილი. მეგობრებისთვის მემანიკა. მაგრამ ალბათ ყველანაირი სახელისა და გვარის მიღმა მე ვარ ადამიანი, ვისი ცხოვრების კონცეფციაც არის მუსიკა. როდესაც დედაჩემი და მამაჩემი შეუღლდნენ, მამა ცხოვრობდა რაჭაში და დედა თბილისში და არც ერთმა არ დათმო თავისი გეოგრაფიული ტერიტორია. ამიტომ მე მათ ერთად ვხედავდი წლის განმავლობაში რაღაც გარკვეულ თვეებში და დანარჩენი მე და დედა ვიყავით თბილისში, მამა იყო იქ. მე მყავდა ისეთი დედა, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად სტრატეგია, რომ ყველაფერზე, რაზეც შეიძლება შვილი მიიყვანო, იმ ყველაფერზე მიმიყვანა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფართო ეს განათლება და დატვირთვა მქონოდა. და ვერ ძალიან გაუჭირდა იმის შეგუება, რომ ეს ერთი მუსიკა ავირჩიე და მხოლოდ ის მაინტერესებდა და ყველაფერი დანარჩენი არ მაღელვებდა, არ წარმოადგენდა ჩემთვის ინტერესს. კარატისტი ვიყავი. ნორჩი. და ძალიან აქტიურად ჩაბმული. ასევე ტენისი, რომელიც დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს სპორტის სახეობებში. ასევე თამაშობდი წყალბურთსაც, იმიტომ რომ დეიდაშვილები წყალბურთელები მყავდნენ. მაგრამ სიმაღლე არ მიწყობდა ხელს. რაჭაში მაგალითად ყოველთვის ვიყავი მეკარე ფეხბურთში. ფეხბურთში იმიტომ ვიყავი მეკარე, რომ ვიყავი მსუქანი და შესაბამისად დიდი მასა იდგა კარში, ამიტომ ძალიან იოლი მოძრაობით ბურთი მხვდებოდა და ამიტომ ყველას ერჩივნა, რომ იქ ყოფილიყავი და მეც პრინციპში მერჩივნა, იმიტომ რომ უფრო მეტად ვისვენებდი ხოლმე. ხა, როდესაც დიდი წონის ხარ, ხო, სულ ადვილად იღლები. ერთი სიტყვით სპორტული პარალელური ცხოვრება მქონდა, მაგრამ მქონდა რაღაც დრომდე. მე უკვე ჯანმრთელობის პრობლემები შეემექმნა და დამეზარა და უბრალოდ ალბათ სპორტს რომ მივყოლოდი, ეს პრობლემები, ეს განუზომელი სიმსუქნე და შემდგომ არაერთი ოპერაცია სიცოცხლის შესანარჩუნებლადაც კი, რაც გამოვიარე, შეიძლება არ ყოფილიყო საჭირო. ხო და საბოლოო ჯამში მე ძალიან მადლობელი ვარ დედის, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მე უბრალოდ დღეს ყველაფერზე, რასაც ვაკეთებ, მქონდეს ჩემი აზრი, ვფიქრობდე მრავალმხრივად და ჩემს სამყაროს არ უყურებდე ძალიან ერთი ჭრილით, ესეთი ცოცხალი და სასიამოვნო შემოქმედებითი ცხოვრება მქონდეს. ალბათ ეს ამის დამსახურებაა. ვერაფერს ვერ ვიხსენებ დეტალებს სკოლის წლებში. იმიტომ რომ აი ამ გატაცებების, საგნების, აკადემიური მოსწრების გვერდით უკვე პატარა ასაკიდან დამეწყო ძალიან აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება და ერთგვარი კარიერა. ეს იმდენად საინტერესო ცხოვრება იყო, რომ იმის უკან თითქმის ამომივარდა თავიდან ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, 9-8 წლის ასაკში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი გზა იყო მუსიკა. ჩემთვის ყველაზე დიდი პირველი შთაბეჭდილება, რაც მახსოვს, არის იყო ოპერის თეატრში ჩემი პირველი მისვლა, ჩემი პირველი შეგრძნება, როდესაც მოვისმინე გია ყანჩელის ოპერა. ისეთი ზემოქმედება მოახდინა ჩემზე 5 წლის ვიყავი, რომ აი მაშინ მოვიწამლე და ეს ინტოქსიკაცია ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა ყველაზე მთავარი დაავადება, რომლითაც დღემდე ვამაყობ და ვარ ბედნიერი. ძალიან გაგვიჭირდა 90-იან წლებში. ამას მოყვა მამაჩემის უცაბედი გარდაცვალება, მანამდე დეიდას გარდაცვალება. ჩვენ სახლში დაისადგურა ძალიან დიდმა სევდამ. სევდის პარალელურად სოციალურმა უკიდურესად დიდმა გაჭირვებამ. რის გამოც მე უკვე იმ ასაკში ვიყავი 13 წლის, ჩემ თავზე ავიღე ოჯახის რჩენა, მოვეწყვე რამდენიმე კაფე-ბარში, რესტორანში. ძალიან მეთაკიდებოდა, როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი კლასელები, მათი მშობლები შემოდიოდნენ იმ კაფე-ბარებში, სადაც მე კუთხეში მიმჯდარი ფორტეპიანოსთან ვუკრავდი, მაგრამ რაღაცნაირად
გავიაზრე, რომ ეს იყო გადარჩენა. ასეთი წლების შემდეგ დავიწყე აქტიური მზადება, რა თქმა უნდა, კონსერვატორიისათვის. პირველივე წელს, რა თქმა უნდა, განგებამ კვლავ გადმომხედა და ძალიან საინტერესო პროექტი მომამზადე კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად. რომ ეს იყო შემთხვევით აღმოჩენილი ნოტები ბიბლიოთეკაში, რომელიც თვითონაც არ იცოდნენ ეს რა იყო, მერე გაირკვა, რომ ეს არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ოპერა, სახელწოდებით ევრიდიკე. შევკრიბე სტუდენტების ორკესტრი, შემოვიერთეთ დათო საყვარელიძე, მაკა ასათიანი, რომელმაც მაშინ ძალიან შთამბეჭდავი კოსტიუმები შექმნა, კიდევ უფროსი თაობიდან ნაჩიკო ეფხვაძე, ვინც იყო მხატვარი და მოკლედ გავერთიანდით ერთად და გავაკეთეთ ეს წარმოდგენა. და ეს გახდა შემდგომ უკვე ჩემი ცხოვრებისთვის ალბათ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სწორედ პრემიერის შემდეგ ერთ-ერთმა პროფესორმა ავსტრიის კონსერვატორიის კულისებში შემომთავაზა, რომ სწავლა გამეგრძელებინა ვენაში. მე გამოცდები, როდესაც ჩავაბარე ვენაში, იქ უფასო ადგილი სწავლის იყო ერთი ჩვენ ფაკულტეტზე და კონკურსი საკმაოდ დიდი იყო, 72 კაცი იღებდა მონაწილეობას და აი სწორედ იმ ერთ ადგილზე ჩავირიცხე, მაგრამ მჭირდებოდა ფული იმისთვის, რომ მეცხოვრა. იქ იყო უცხოელ სტუდენტთა დახმარების განყოფილება, დეპარტამენტი, სადაც იძლეოდნენ სტიპენდიებს არა სწავლიდან გამომდინარე, არამედ უბრალოდ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვათა შორის არ დამეხმარნენ, უარი მივიღე იმის გამო, რომ დამაბრალეს საბუთების გაყალბება. რადგან მე წარვადგინე საბუთი ჩვენი ოჯახის შემოსავლის შესახებ და ამ საბუთში ძალიან ნათლად იყო აღწერილი, რომ ყავდა პენსიონერი დედა და ბებია და თითეულის შემოსავალი იყო ორჯერ 16 ლარი. მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურს და შესაბამისად ჟღერადობას. პირველ რიგში რაჭველი მომწონს ჟღერადობით. მინდოდა რომ ყოფილიყავი ნიკოლოზი და ეს სახელი ყოფილიყო უფრო წინა პლანზე ვიდრე ნიკა. და მივხვდი რომ რაჭველს ძალიან ესადაგება უკვე ნიკოლოზი და არა ნიკა. აი ნიკა რაჭველი მაგალითად არ მომწონს როგორ ჟღერს. ჩემი შვილი იქნება რაჭველი. რა თქმა უნდა მირჩევნია რომ გაგრძელდეს როგორც გვარი. მაგალითად მუსიკოსი რო არ ყოფილიყავი, იქნებოდი შესანიშნავი დამლაგებელი. რაღაც იმიტომ კი არა რომ სისუფთავე მიყვარს და მაქვს რაღაც აგრესია ჭუჭყიან გარემოზე. უბრალოდ რაღაცა დამემართა. ესე არ ვიყავი ბავშვობაში. რაღაც მომენტში მოხდა ესეთი გარდატეხა და ყველაფერი მინდა მწყობრში. შეიძლება ესეთი ქაოტური ცხოვრება რომ აქვს ინტერიერში ვცდილობ რომ ესე ვთქვათ საპირწონედ ყველაფერი მქონდეს დალაგებული და ძალიან დიდ დროს უთმობ ნიფთების მწყობრში მოყვანას თუ კი რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ეს დალაგების პროცესი ამას ეხმარება, ხელს უწყობს. ამიტომ ჩემთან სახლში ყველაფერი არის ძალიან მწყობრში. ხოლო თუ კი ქაოსია, ესე იგი რაღაც მოლოდინი მაქვს და როგორც კი ვიწყებ დალაგებას, ესე იგი შინაგანითაც რაღაცას ვალაგებ. აი სწორედ ეხლა ამ ინტერვიუს პარალელურად დავიწყე ყველაფრის მწყობრში მოყვანა. ჩემი თავისთვის კომფორტის შექმნა არასოდეს გამოიხატება მაგალითად იმაში, რომ მყავდეს კარგი მანქანა ან ძალიან კარგი ტანსაცმელი მეცვას. სხვათა შორის ამას წინათ პირველად გადავწყვიტე, რომ იმექცია ყურადღება ჩაცმისთვის და ერთ-ერთი გასტროლის დროს რაღაც მაღაზიაში შევედი და აი ეს პიჯაკი ვიყიდე. მე რო ჩამოვედი ძალიან ბევრმა შემაქო და ძალიან გამიხარდა, თურმე რასაც სიამოვნოა, როდესაც ტანსაცმელის გამო გეუბნებიან კომპლიმენტს. ჩემ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული და სახელიანი მუსიკოსი ვარ. და აი ამ ყველაფრის მიღმა ასეთ შემთხვევაში, რაც ადამიანებს საკუთარი თავისთვის უნდა ქონდეთ, ასე არაფერზე არ მიზრუნია და არ გამაჩნიან. არც ვნანობ,
მაგრამ უბრალოდ არავის არ ჯერა. ძალიან მდიდარი ვარ სინამდვილეში მეგობრებით, საოცრად მდიდარი. და ეს იმდენად მყოფნის და მავსებს, რომ იმის იქით მატერიალური ერთ-ერთი ხანდახან ვფიქრობ სიბერეზე და მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვფიქრობ იმაზე, რომ დავაგრო რაღაც კაპიტალი იმისთვის, რომ წნარად ვიყო და ჩემს მომავალ თაობას გზა გაუყვალო. მაგრამ არც ის არ მინდა, რომ ჩემ შვილს ჩემ ხარჯზე კონდეს წარმატება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და რასაც მივახციე ჩემით. ჩემი შრომით და ამიტომ მინდა, რომ ჩემი შვილებიც იყვნენ ესეთები. ერთი თვისება მაქვს, რომელიც ისე მეამაყება, რომ არ მეთაკილება, რომ ვთქვა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ვიგებ, რაც არ უნდა ბოროტი, ცუდი და ნეგატიური იყოს. ყოველთვის ვეძებ კარგს. და ყოველთვის ვდგები იმ მხარეზე, რომელი მხარისთვისაც ის გადაწყვეტილება ან ის ინფორმაცია არის მისაღები, დადებითი და პოზიტიური. და ალბათ თავარი გასაღები ჩემი არის ამაში. ამ მოვლენების დადებითად აღქმაში. Yeah.